1 საათია პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს შენობა დაათვალიერებინა, რეზიდენციის შენობა და ამის შემდეგ უკვე ოფიციალური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ქართული და ამერიკული დელეგაციის წევრებიც ესწრებიან. ნათია ბანძელაძე საუბრობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. დიახ, ამ დროისთვის პრეზიდენტის კანცელარიაში კვლავ მიმდინარეობს გაფართოებული შეხვედრა საქართველოსა და ამერიკული დელეგაციების, რომელსაც პირადად ესწრება პრეზიდენტიც და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მანამდე წინ უძღვოდა ამ შეხვედრას პირისპირი შეხვედრა და პირველი ოფიციალური განცხადებები. პრეზიდენტმა დღესვე ამერიკელ სტუმარს დაათვალიერებინა ახალი სასახლე. მან შესთავაზა სწორედ ყველაზე მაღალი წერტილიდან გუმბათოვანი ნაწილიდან დაეთვალიერებინა და გადაეხედა თბილისის ხედებისთვის. ჯო ბაიდენი ძალიან მოიხიბლა ქალაქით და კონკრეტულად ინტერესდებოდა თუ სად რომელი ტაძარი იყო. ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური შეხვედრის რანგში გადავიდნენ, სადაც პირველი ოფიციალური განცხადებებიც გაკეთდა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ საუბრობს ვარდების რევოლუციაზე. ის აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოს და ამერიკას ვარდების რევოლუციით საქართველომ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ეს არის ქვეყანა და ეს არის ის ხალხი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული ღირებულებები. აქედან გამომდინარე, ამერიკა არის და რჩება სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოსი და ყოველთვის დაეხმარება ახალი ადმინისტრაცია. ერთად აშენოს საქართველოს მომავალი, ის იქნება ასევე დაინტერესებული საქართველოს უსაფრთხოებით. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მან შეხვედრაზე განაცხადა მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ კონკრეტული იყო ობამა მედვედევთან შეხვედრაზე, როდესაც ის საუბრობდა, რომ 21 საუკუნეში არ შეიძლება რუსეთს ჰქონდეს გავლენის ბერკეტები და იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ახალი ადმინისტრაცია ღიად აცხადებს იმ არჩევანს, რომელზეც საუბრობს თავად ობამა და დღეს უკვე თბილისში ვიცე-პრეზიდენტი, რომ საქართველო ეს არის მათი ეროვნული ინტერესების საგანი და რომ უშიშროება, ენერგეტიკული თანამშრომლობა, ეკონომიკა, ეს ყველაფერი ის სფეროებია, რაშიც მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება საქართველოსა და ამერიკას შორის. ძალიან მამაცი ადამიანია, ბევრი ვერ ხვდებოდა, რისთვის იყო ეს თავისუფალი სივრცე, დგამ ფეხს და არ იცი სად შედიხარ. ის მთლიანად გამჭვირვალე და ძალიან მაღალია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო ვიცე-პრეზიდენტო გუშინდელი დღისათვის. ასევე მადლობა მინდა უთხრა შეერთებულ შტატებს და თქვენ პირადად მხარდაჭერისთვის. 1 მილიარდი დოლარი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება იყო, რომელიც უსწრაფესად მოხდა შარშანდელი აგვისტოს თავდასხმის შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, ავაშენოთ თავისუფალი სუვერენული მოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფლებაზე და ამას წინ ვერაფერი აღუდგება. ვარდების რევოლუციაში თაგონების წყარო გახდა არა მარტო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. მინდა საჯაროდ განვაცხადოთ, თქვენს გვერდით ვარ და დაგეხმარებით ქვეყნის მომავლის შენებაში, რომელიც დამოუკიდებლობას და დემოკრატიას ეფუძნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრა, როგორც აღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქართული მხარიდან შეხვედრას ესწრება თავდაცვის მინისტრი და ასევე პრემიერი. შეხვედრაზე წარმოდგენილები არიან ასევე შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე ესწრებიან პრეზიდენტის მრჩევლები. და კიდევ ერთი დეტალი, ამ შეხვედრას ჯო ბაიდენთან ერთად ამერიკულ დელეგაციაში ესწრება ეროვნული უშიშროების სპეციალური მრჩევლები, კონკრეტულად კი რუსეთის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეხვედრის მთავარი თემა, როგორც აღნიშნეთ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებია და ის, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა დღევანდელ შეხვედრაზე, რომ რეალურად საქართველო მიიჩნევს თავის სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკა და ამერიკა რომ მზად არის როგორც უშიშროებაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნოს ამ ქვეყნისა, ასევე გახდეს მისი სრულყოფილი სტრატეგიული პარტნიორი. ჯო ბაიდენი რამოდენიმე წუთში დატოვებს სავარაუდოდ კანცელარიას და ის უკვე გამართავს სხვა ოფიციალურ შეხვედრებს, მათ შორის ეს იქნება ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა და მთავარი მისი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. მადლობა ნათია ბანძელაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ავლაბრის კანცელარიაში დღეს ორი ქვეყნის ჰიმნი ისმოდა. პრეზიდენტის სასახლეში ჯო ბაიდენის შეხვედრის ოფიციალური ცერემონია ზუსტად 11 საათზე დაიწყო. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს სასახლეში მიხეილ სააკაშვილი შეეგება, რის შემდეგაც ეროვნულმა ორკესტრმა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნი დაუკრა. ამერიკის ჰიმნი მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შეასრულა, საქართველოს ჰიმნი კი აჭარის მომღერალთა გუნდმა. თავდაცვის სამინისტრომ საპატიო ყარაული მოაწყო, სამინისტროს საჩვენებელმა ორკესტრმა კი მარში დაუკრა. მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენის მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა, რის შემდეგაც უკვე ცერემონია შენობაში გაგრძელდა.
დაწესებულებები იქნება განხილული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკის საკითხები და დემოკრატიული რეფორმების საკითხები. ყველა ეს მუხლი, რომელიც არის დაფიქსირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში საქართველოში, ახლა გადადის იმპლემენტაციის ფაზაში. ჩვენ გაქვს კონკრეტული შეთავაზებები ამერიკელ პარტნიორებს აქვს კონკრეტული პოზიციები, რომლებიც ერთმანეთს უნდა შეუჯერდეს. აქ არის სრული გაგება, აბსოლუტურად ჰარმონიული აღქმა პრობლემატური საკითხებისა, ვიმეორებ ჰარმონიული გაგება პრობლემატური საკითხების და ფუნდამენტური სახის არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს. თავარი საკითხები იქნება თემები, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, იმ ურთიერთობებს, რომელიც ყალიბდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ეკონომიკური საკითხები, ენერგეტიკული საკითხები, მთელი სპექტრი იმ თემებისა, რომელიც საინტერესებს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ მხარეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ის გზავნილები, რომელიც უკვე გუშინ გაჟღერდა ვიცე-პრეზიდენტის გამოჩნდიდან, გვაძლევს საბუძველზე ვთქვათ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადადის სრულად ახალ ხარისხში სტრატეგიული პარტნიორობისა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი დემოკრატიული პრინციპების ერთგულების მიმართულებით სიარულს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, მაგრამ მთავარი არის ისევე მეურვე საქართველოს ჩაეწეროს იმ უსაფრთხოების კონტექსტში, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სტაბილურ განვითარებას მივახციოთ ეკონომიკურ წინსვლას.